გამარჯობა, გადაცემა ექიმის საათი და მისი წამყვანი ხათუნა გაგნიძე მოგესალმებით. ჩვენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას თემით ენდოკრინოლოგია და ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები ბავშვებში. ენდოკრინოლოგია მეცნიერება შიდა სეკრეციის ორგანოების ფუნქციასა და წყობაზე, მოქმედებაზე, რომელსაც ეს ჰორმონები იწვევენ ადამიანის ორგანიზმში, ასევე დაავადებების შესახებ, რომლებსაც ამ ორგანოების ფუნქციის მოშლა იწვევს. შინაგანი სეკრეციის, ანუ ენდოკრინულ ჯირკვლებს მიეკუთვნება ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, ჯირკვლები პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები. ისინი გამოიმუშავებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ჰორმონებს, რომლებიც სისხლის გზით ვრცელდება მთელს ორგანიზმში და მონაწილეობს სხვადასხვა ორგანოს რეგულაციაში. ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები, ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია, რა ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე შეგვიძლია საუბარი ბავშვებში, როგორ ვუმკურნალოთ, ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ ექიმის საათში. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი ინტერაქტივის შეკითხვაზე. იცით თუ არა, რომ სიმსუქნე ენდოკრინული პრობლემაა. ჩვენი გადაცემის სტუმრები მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე, მადლობთ მობრძანებისთვის და ირაკლი ფაღავა, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, დიდი მადლობა რომ მობრძანეთ. სანამ ძალიან გავშლით თემას, თავიდან მოდით ავხსნათ საერთოდ რა არის ენდოკრინოლოგია, მე ზოგადად ვახსენე, მაგრამ რა დაავადებები შედის თქვენს კომპეტენციაში, ბატონო ირაკლი? შეიძლება ესე ჯგუფებად დავყოთ, ანუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ ხშირია, სამწუხაროდ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ესე თუ ის პათოლოგია, დიაბეტი არსებობს, ანემატოშაქრიანი დიაბეტი, ანემატოუშაქრო, არსებობს სხვანაირი თირკმლის მიერი ტიპის დიაბეტებიც, კალციუმის და სხვა ნივთიერებათა მოშლილობით გამოწვეული პათოლოგიები, ზრდის დარღვევები, აქ იგულისხმება ანემატოტანდაბლობა, ანემატანმაღლობა, სავსებით შესაძლებელია, თუმცა კი უფრო იშვიათად ხდება, ალბათ უფრო იშვიათად არის გამოწვეული პათოლოგიური მიზეზით, ფარისებრი ჯირკვალი დიაბეტები, სიმსუქნე, რომელიც ძალიან გახშირდა სამწუხაროდ, რომელიც თავისუფლად ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას იწვევს. გასაგებია და ჩამოთვლა და მე სათითაოდ უნდა გავშალოთ ბატონო ირაკლი ყველა ეს დაავადება, მათი სიმპტომები, დიაგნოზი, მკურნალობის მეთოდები, მაგრამ მანამდე თქვენ ახსენეთ დიაბეტი საკმაოდ აქტუალურია და მტკივნეული ალბათ ძალიან ბევრი ოჯახისთვის. ალბათო მაია, მე ვიცი რომ არსებობს დიაბეტის სკოლა. რატომ გახდა ამის საჭიროება, რა ფუნქციები აკისრია ამ სკოლას თუ შეიძლება ამის შესახებ? დიაბეტის სკოლა ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია, რადგანაც დიაბეტი არის მთელი ცხოვრების მანძილზე, დაავადება, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ჩვენი პაციენტები, რადგანაც ბავშვები არიან, რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მისთვის უფრო რთული არის ამ წესების დაცვა. ამიტომ მისმა დედამ, ან მამამ, მშობლებმა, ან მეურვემ აუცილებლად კარგად უნდა ისწავლონ ყველა ის წესები, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცვან ბავშვთან მიმართებაში. რას ფუნქციები აკისრია დიაბეტის სკოლას. ანუ დიაბეტის სკოლა ეს არის დიაბეტის დაავადებული ბავშვების მკურნალობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. რადგანაც ამ დიაბეტურ სკოლაში ხდება მშობლების ძირითადად განათლება და მოზრდილი ბავშვებისთვის თვითონ ატარებენ ამ სწავლებას და თვითონ ეს ბავშვები სწავლობენ როგორ უნდა მოუვარონ თავიანთ თავს. რა ფუნქციებია კიდევ? ესე იგი, აუცილებლად უნდა ასწავლონ ბავშვს და მის მშობელსაც, როგორ უნდა იხმარონ ინსულინის შპრიც კალმისტარი, როგორ უნდა განსაზღვროს მან გლუკომეტრის საშუალებით შაქარი, რომელიც რეგულარულად ჭირდება ზოგს დღეში რამდენჯერმეც. გარდა ამისა, როგორი სახის დატვირთვა შეიძლება ამ ბავშვმა ფიზიკური მიიღოს, იმიტომ რომ ამ დატვირთვაზე დამოკიდებულია ინსულინისადმი მგრძნობელობა. იგივე კვება, რასაკვირველია, აუცილებლად დიეტა. აქ ხდება საკვების ურთიერთჩანაცვლება, ნახშირწყლოვანი საკვების ურთიერთჩანაცვლების სწავლება ხდება და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითკონტროლის დღიურის წარმოება, რომელიც ყველა პაციენტს უნდა ჰქონდეს. და როდესაც ბავშვი ხვდება კლინიკაში და მისი მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია, შემდგომ რამდენიმე დღე, დაახლოებით 5 დღე სტაბილურ მდგომარეობაში, ანუ ინსულინის დოზა შერჩეული აქვს, მას შაქრის დონე უკვე ნორმალურ მდგომარეობაში აქვს და დასტაბილურებული. ასეთი ბავშვები 5 დღის განმავლობაში დაახლოებით კიდევ სწავლობენ და მისი მშობლები დიაბეტის სკოლაში გადიან სწავლებას. რათა შემდგომი მათი ცხოვრება იყოს გაიოლებული
და ყოველი 3 თვის შემდეგ, როდესაც პაციენტი გაეწერება კლინიკიდან, მათ კიდევ ჭირდებათ აუცილებლად, თუმცა 3 თვემდე შეიძლება სატელეფონო კონსულტაცია აიღონ ენდოკრინოლოგისაგან, მაგრამ ყოველი 3 თვის შემდეგ ისინი მოდიან თავისი თვითკონტროლის დღიური საშუალებით ექიმ ენდოკრინოლოგთან, რომელიც მას შემდეგ შეიძლება შეუცვალოს ინსულინის დოზა, ან არ შეუცვალოს, ან რაღაცა სხვა რეჟიმი შეუცვალოს პაციენტს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისე როგორც სხვა დაავადებები არსებობს, მუკოვისიდოზი და ლეიკემია და კიდევ ბევრი სხვა დაავადებები, რომელთა მშობლებისთვის სპეციალური სკოლები არსებობს მთელ მსოფლიოში. ამიტომ განათლების კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ბავშვების. გეთანხმებით, სანამ ვისაუბრებთ კიდევ უფრო შემდეგ რა ხდება დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვალი და ასე შემდეგ ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებზე, მე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო ჯაჯანიძემ მოგვიმზადა. ალბათ ყველას უნდა მაღალი იყოს, თუმცა ამას არა სურვილი, არამედ გენეტიკური ფონი და ენდოკრინული სისტემა არეგულირებს. ეს უკანასკნელი კი ბავშვთა ასაკში გარდა სიმაღლისა სხვა გართულებების მიზეზით შეიძლება გახდეს. როდესაც კეტოაციდოზი მიდის და კეტონური სხეულები ჩდება ორგანიზმში, ხშირად იცის კეტონურმა სხეულებმა მუცლის ტკივილი და ხშირად ესეთი ავადმყოფი ხდება ქირურგიულ მაგიდაზე მწვავე მუცლით. იქაც უცბად აღმოჩნდება, რომ არის დიაბეტი და შემდგომ ისა. ჭარბწონასაც შეეხება, თუ ბავშვი იბადება ჭარბი და ეს ამშობია რომ უნდა იწოდეს 4 კილო ზემო, ის არის აუცილებლად დედამატარებელი არის უკვე დიაბეტური გენის, ამიტომ თვით ბავშვი უნდა გაფრთხილებული იყოს, რომ ნახშირწყლების რაოდენობა მიიღოს, რაც შეიძლება შეზღუდულად, რა შეიძლება ცოტა. მედიკოსები ამბობენ, რომ ბავშვთა ენდოკრინული სისტემის დარღვევით მომართვიანობა საკმაოდ ხშირია. მწვავე პრობლემაა ასევე შაქრიანი დიაბეტი. პაციენტები, რომლებიც შემოდიან კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებათ ჰიპერგლიკემია და შარდის საერთო ანალიზში კეტოაციდოზი, ესეთ პაციენტებთან ჩნდება იჭვი, რომ არის დიაბეტური კეტოაციდოზი კომით. ესეთ პაციენტებთან პირველი რაც კეთდება, ეს არის იწყება ინსულინოთერაპია, შესაბამისი მკურნალობის პროტოკოლით და თანდათან ხდება დიაგნოზის დაზუსტება, იმიტომ რომ ესეთ ბავშვებთან ანამნეზური მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია და დინამიკაში რჩება ინსულინის გარეშე მაღალი გლუკოზის მაჩვენებლების სისხლის პლაზმაში და მკურნალობის ფონზე თანდათან კეტოაციდოზიც ქრება, აციდოზიც სწორდება და ესეთი ბავშვები ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, უკვე როდესაც იწყებენ ენტერალურ კვებას ინსულინთან ერთად, გადადიან განყოფილებაში. ენდოკრინული პათოლოგიები შეიძლება 0 ასაკიდან შეხვდეს. ჩვენ დიდი ხანი არ არის ჰქონდა შემთხვევა ნეონატალური დიაბეტის, როდესაც 1 დღის ბავშვს ჰქონდა დიაბეტი, ანუ 1 დღის ასაკიდან დაწყებული იყო ინსულინოთერაპია. ანუ ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები ხდება 0 ასაკიდან. 0 ასაკიდან და ეს როგორც გითხარით უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელ ორგანიზმის ზრდა განვითარებაზე, გონებრივ განვითარებაზე ახდენს გავლენას. მაგრამ ეს ბავშვები არიან პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები, ანუ აქ ხდება კორეგირება კვების, თქვათ, მკურნალობის და ესეთი ბავშვები არიან პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები. ვითარდებიან, იზრდებიან აბსოლუტურად ყველაფერი ჩვეულებრივად როგორც ჯანმრთელ ბავშვებს, მაგრამ რაც თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული ცხოვრების წესი, ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი. გახშირებული შარდვა, სითხის გამოყოფა დიდი რაოდენობით, მუდმივი წყურვილის შეგრძნება, სიმპტომები, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. იმ პაციენტებს, რომლებიც ენდოკრინულ დაავადებაზე სისტემატიურად მკურნალობენ, ცხოვრების განმავლობაში პრობლემები აღარ ექმნებათ. ჩვენ უკვე მაყურებელი გველოდება პირდაპირ ეთერში, დაუთმოთ დრო, გისმენთ პირდაპირ ეთერში. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? იცით რა მაინტერესებს, ბავშვს 2 წლის უკან ბუდობრივად გაუცეცხლდა თმა. შაშა დაემართა უკვე კანზე თეთრი ლაქები გაუჩნდა. 1 წლის თავზე ამ ბუდობრივი გათეთრებასთან დაკავშირებით მე გაუჩნდა თეთრი ლაქები ტუჩებთან პარალელურად და თითებზე. დიახ. სიმსუქნისკენაც აქვს მიდრეკილება. ყველა ანალიზი გავაკეთე ფაქტიურად თითქმის და ჯირკვალი გამოკვლეულია, არაფერი არ აქვს, ჰორმონები გამოკვლეულია, არაფერი არ აქვს, მაგრამ მაინც მეშინია რომ ეს არ იყოს რაღაც ფუნქციის დარღვევა ორგანიზმში, ხო?
რა ასაკის არის ბავშვი თვითონ? რაც მირჩევთ, რაც მივმართო, ვის მივმართო, ან რა გავაკეთო. ბავშვის ასაკი, ქალბატონო? 14 წელი. მადლობთ. გაქვთ კითხვა? კითხვა მოგჭირთ, ცუდად გავიგე, რომელი ჯირკვალი არის გამოკლეულია? ჰორმონები ყველა არის გაკეთებული, ფარისებრი ჯირკვალი სულფასონად არის? გამოკლეული ეკოსკოპიის ჩათვლით, ანტისხეულების ჩათვლით. კი. ანტისხეულები ნორმაში იყო, ანტიტეპე, ანტიტიჯი. ანტისხეულები აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია. ხა, როგორ გითხრათ, საზოგადოდ? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. როდესაც არის ესეთი HV ვიტილიგოზი, დეპიგმენტაცია, კანის ნაწილის, თმის ნაწილის, თმის ბუდობრივი ალოპეცია მით უმეტეს, ყოველთვის HV ჩნდება აუტოიმუნურ დაავადებაზე, ყველაზე ხშირია მაინც ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ანთება, იგივე ჰაშიმოტოს თიროიდიტი. ჰაშიმოტოს თიროიდიტი. ამ შემთხვევაში ქალბატონმა როგორც გითხრა, ფარისებრი ჯირკვლის ეკოსკოპიით თუ ნორმა იყო, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმალური იყო, თუ ანტისხეულებიც, რომლებიც წარმოადგენს ანთების მარკერს, თუ ესენის მანიშნებას, ესენიც არ იყო მომატებული, როგორც ჩანს აუტოიმუნური დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში შეიძლება გამოირიცხოს და ალბათ შეიძლება რაღაც მიკროელემენტის ნაკლებობაზე დეფიციტზე იყოს საუბარი. აქ საინტერესოა ოჯახის შესწავლა მთლიანად, ოჯახის სხვა წევრებშიც ხომ არ არის მსგავსი პროცესები. ოჯახური ანამნეზის შეკრება. რომელ ექიმს უნდა მიაკითხოს აინტერესებს, აი ვისთან ახლა ფაქტიურად ენდოკრინოლოგთან იყო უკვე ქალბატონი. სისხლიც თავისთავად გამოკლებული. დერმატოლოგთან. პირველ რიგში. აუცილებლად. გასაგებია ჩვენ კიდევ გვყავს მეორე მაყურებელი, გისმენთ. დილამშვიდობისა. გამარჯობა. ძალიან დიდი მოწიწებით მინდა ასეთი შეკითხვა დაუსვათ თქვენს სტუმრებს. ყავს შვილიშვილები 3, 7, 8, 12 წლის და აი ბავშვებს პროფილაქტიკის მიზნით რა შეიძლება გაუკეთოთ? ну ამ წუთში მადლობა ღმერთს არაფერი დიაბეტი რამე არ აწუხებს, მაგრამ ტკბილს ხო ითხოვენ ბავშვები, კამფეტია, შოკოლადია, სნიკერსია. რა შეიძლება ტკბილი, რა მიგაცნიათ დასაშვებად, აი კამფეტის სახით ან შოკოლადის სახით, რომ ამასაკის ბავშვები მათი მოთხოვნა ხარა და გონებრივადაც სჭირდებათ ხომ ტკბილი რა გვირჩევდით ზოგადად. მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვაა, ხო, ეს ერთგვარი პრევენცია, თითქოს რაღაც ყოველ შემთხვევაში თავის დაცვა უნდა ბებოს. მესმის, არა, ძალიან კარგი პროფილაქტიკაზე გვაქვს უკვე საუბარი და ადამიანკურნალობაზე. აქ უბრალოდ ახლა არეწყინოს ქალბატონს კამფეტს და სნიკერს ითხოვენ. საიდან გაიგეს სნიკერსის არსებობა? ვინ დააჩვია ამ სნიკერს და კამფეტებს? ტკბილი თუ უნდათ, ტკბილი ხილი. კი ბატონო ჩურჩხელა, კი ბატონო თაფლი, გოზინაყი, მურაბა ნაკლებად ზოგია. მაინც და მაინც სნიკერსები, შოკოლადი, რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი. ნაკლები უკეთესი იქნება კბილებისათვის პირველ რიგში, სიმსუქნის რისკი შემცირდება, სიმსუქნის რისკი თუ შემცირდება, შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის მოზრდილებს, რომელიც ახასიათებს და მსუქან ადამიანებს, უპირატესად იმის რისკიც შემცირდება. მაგრამ ბავშვებს არესმით ხშირად ბავშვებისთვის თულია. ბავშვებისთვის თულია, ამიტომ შესაძლებელია არსებობს ისეთი ფორმები ამ ტკბილეულის, რომელიც არ არის ძალიან ტკბილი თქვა და ძალიან დიდი რაოდენობით გლუკოზას არ შეიცავს და ну ალბათ მინიმალური რაოდენობით მაინც უნდა დავაკმაყოფილოთ, იმიტომ რომ სხვანაირად 3 წლის და 8 წლის ბავშვს რაც არ უნდა აუხსნათ, ლოგიკით ვერ დავარწმუნებთ, რომ ეს არ ვარგა. ხო, ძალიან სიმკაცრით ალბათ ვერა. და მე მინდა დავუბრუნდე ქალბატონ მაია სკოლას. აი ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ანუ ვისაც აწუხებს და იცის ეს დიაგნოზი, მოვიდეს და სკოლაში იმ კურნალოს მიიღოს ინფორმაცია და საინტერესო ასევე თანხები. ნებისმიერ პაციენტს არა, სკოლა განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული იყვნენ და კურნალობდნენ ჩვენს კლინიკაში. და ამ კლინიკაში მკურნალობის დროს გადიან ამ დიაბეტური სკოლაში სწავლებას. აი ესე ქუჩიდან მოსული, ასე ვთქვათ, უხეშ სიტყვა, მაგრამ ვინც არ იყო ჩვენს კლინიკაში სტაციონარიზებული და არ გადიოდა მკურნალობის კურსს, ესეთ პაციენტებზე არ არის გათვლილი ეს დიაბეტური სკოლა. თვითონ დიაბეტური სკოლა რასაკვირველია სწავლება უფასოა, იმიტომ რომ თვითონ დიაბეტს და იშვიათი დაავადებების პროგრამა არსებობს ესეთი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების პროგრამა სახელმწიფო, რომელიც 0-18 წლამდე აფინანსებს პაციენტებს და სრულიად უფასოა არის სახელმწიფო აფინანსებს როგორც ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობას, ასევე დიაბეტის სკოლას. კურნალობაში რა შედის? ექიმის კონსულტაცია, ექიმის კურნალობა, მედიკამენტები, ანუ კურნალობაში შედის სტაციონარული კურნალობა და ბავშვები, რომლებიც შემოდიან კლინიკაში, ზოგჯერ ხდება, რომ კომატოზურ მდგომარეობაშიც ხდებიან. ასეთი პაციენტები კომატოზურ მდგომარეობაში შემოსული აუცილებლად ხდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც ხდება
სკრინინგი, კვლევა, რომელი სახის კომა არის ამ დროს, შეიძლება იყოს შაქრის მაღალი დონით, ანუ ჰიპერგლიკემიური კომა, შესაძლებელია იყოს პირიქით ჰიპოგლიკემიური კომა, შესაძლებელია ასევე იყოს დიაბეტური კეტოაციდოზი, რომელსაც ასევე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ესაჭიროება მკურნალობა. ასეთი ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2-3 დღის განმავლობაში იმყოფებიან მკურნალობის ქვეშ, შემდეგ, როდესაც მათი მდგომარეობა დასტაბილურდება, შაქრის დონე დასტაბილურდება, ამის შემდეგ გადადიან უკვე თერაპიულ, ანუ ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში, სადაც აგრძელებენ მკურნალობას და აი ამ ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში წოლის პროცესში ხდება მათი სწორედ დიაბეტურ სკოლაში სწავლების გაგრძელება. მათი მშობლების, ანუ მთელი მისი მეურვეების. რომ დიაბეტი არის ფაქტიურად დაავადება, არა, ეს არის ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, რასაკვირველია ჩვენ ცხოვრებაზე. ჩვენ მაყურებელი გვყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ. მე მინდა ბატონი ირაკლისთან შეკითხვა დავსვათ და უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობელი ვარ მე მისი 2 წლის უკან ჩემ პატარა ბავშვი მყავდა მასთან და ძალიან გვაყოფილი ვარ ბატონი ირაკლით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ჩემი შვილი ახლა არის 5 წლის და იყო 2 წლის როცა იყო ბათუმში, მე ბათუმიდან ვეკავ დაუდგინეს უშაქრო დიაბეტი. როგორც ნუ მაშინ მე ვერ გამოვყევი ბავშვი ფეხი მეთვიყავი და როგორც მე ვიცი ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩაუტარეს და ოფიციალური დიაგნოზი რომ უშაქრო დიაბეტი აქვს არ დაუდგინდა ბატონი ირაკლის დახმარებით ნუ ღმერთის წყალობით გადავრჩით მაგრამ მე მაინტერესებს რა შეეძლო გამოიწვია ეს რადგანაც გენეტიკაში არც მე და არც ჩემ მეუღლეს ეს არ გაგვაჩნია და დღემდე ვცხოვრობ როგორც მშობელი შიშის ქვეშ რომ კიდე არ განმეორდეს, რადგანაც ერთხელ უკვე კომაში ჩაგვივარდა და რეანიმაციაში ვიყავით 1 ერთეულით დავარდა შაქარი და მაინტერესებს რომ აწე სამომავლოდ როცა დის პროცესი განვითარდება, კიდე ხო არ გვექნება ამის საშიშროება. ჩვენ გლანდების ოპერაცია გავუკეთეთ და მის შემდეგ ნუ შაქრის დავარდნა აღარ მქონია და გლანდები ხო არ გამოიწვევდა ამ ყველაფერს. დიდი მადლობა, ჩვენ ამ კითხვას მოვინიშნოთ, აქვე მეორე მაყურებელი გისმენთ. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. ალო. ეხლა გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს. თუ შეიძლება ენდოკრინოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვიოს ღაწვების სიწითლე. რატომღაც მეგონა ალერგია, მაგრამ ეს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებმა არ გამოიყო შედეგი და დიაბეტი გამორიცხულია და ის სხვა რაიმე ენდოკრინოლოგიურმა თუ შეიძლება გამოიწვიოს ღაწვების გაწითლება. დიდი მადლობა. ღაწვების გაწითლება. მოდით დავიწყოთ პირველი კითხვით. თქვენი ყოფილი პაციენტია? პირველი შეკითხვა. ეხლა სამწუხაროდ უშაქრო დიაბეტი იქნება ეს თუ შაქრიანი დიაბეტი, ესენი არის ქრონიკული დაავადებები. თუ ერთხელ გაუჩნდა ბავშვს, ადამიანს, პაციენტს, შემდეგ სამწუხაროდ თუ რამე ახლა ძირეული რაღაც ახალი აღმოჩენა არ მოხდება მედიცინაში, გაუგრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ შემთხვევაში რახან თავის დროზე არ დადგინდა, არ დადასტურდა ამის არსებობა, ესე იგი ეხლაც არ არის, თუ არ არის შესაბამისი კლინიკური სურათი ბუნებრივია და ალბათობა იმისა, რომ ეს ჩამოყალიბდება და განვითარდება თავიდან, არის პრინციპში ისეთივე, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს. რაც შეეხება დასთან დაკავშირებით ხომ არ იქნება თქვა გამწვავება იგივე აი ენდოკრინოლოგი, როდესაც ჰორმონები ყალიბდება უკვე ხა ბიჭი იყო მე მგონი ხო? აი გარდატეხის ასაკს როცა ვახსენებთ, ხო არ შეიძლება მაგ დროს გამწვავდეს რამე? არის კი რაიმე გასამწვავებელი? არის კი დაავადება? ანუ ჩვენ გამოირიცხა. მე როგორც გავიგე გამოირიცხა და რამდენადაც მახსოვს. და მაშინ ეს კომა რატო იყო? აქედან გამომდინარე, აქ უშაქრო მე მყავდა ერთი პაციენტი, ახლა ნუ გასაგები ჩვენ გვარებზე ახლა აქ არა გვაქვს საუბარი. თუ რამე, როგორც გითხრათ, ახლა თუ არის სერიოზული დარღვევა, ენდოკრინული და სამედიცინო დარღვევა, პაციენტს თუ აქვს რამე მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ცუდად არის ნამკურნალები, ან არასაკმარისად, არაადეკვატურად არის ნამართი, ნამდვილად ზრდა შეიძლება შეფერხდეს, სქესობრივი მომწიფება შეიძლება შეფერხდეს. მაგრამ თუ მდგომარეობა ამ შემთხვევაში ამჟამად არის სტაბილური, არის კლინიკურად დამაკმაყოფილებელი, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მე რა რომ თავის დროზე ქონდა დაუშვათ გლანდები ეგრეთ წოდებული დაუშვათ, თუნდაც ტონზილექტომია აქვს ჩატარებული ოპერაცია.
ამოღებულია. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუ ეხლა გძნობს კარგად, რატომ უნდა ვინადვილო? კი, ჯვარი წერია ყოველს ნებისმიერ ბავშვს შეიძლება რაღაცა დაემართოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არაფერი არ მოუვა ამ ბავშვს. კიდევ ერთი რა კვლევები უნდა ჩაიტაროს, ანუ მუდმივად მაინც უნდა იყოს რაღაცა თითქოს მეთვალყურეობის მithumetes ამდენად ფრთხილია დედა და ეს კარგია გასაგებია. აი ვისთან უნდა იყოს სულ მუდმივ კვლევაში, რა უნდა აკონტროლოს, რომ არ გამოეპაროს რამე ქართული. დამოკიდებულია თავად დაავადებაზე, რომლის არსებობაც კი ვიმეორებ ისე და ისე თითქოს ნიშნის ქვეშ არის, თუმცა ძალიან სწორი მიდგომაა, დასაკვირველია პრევენცია, ანუ პროფილაქტიკა, გეგმიური წინასწარი გასინჯვება. ეს არის უბრალოდ ადამიანის კულტურა, რომ ექიმთან მივიდეს არ ამატო მაშინ, როდესაც რაღაცა გაუჭირდება, რაღაცა ეტკინება, არამედ წინასწარ დრო და დრო. თუნდაც ახლა ბავშვთან მოზარდ ასაკში რომ დაიწყებს შესვლას, სქესობრივ მომწიფებაში რომ დაიწყებს შესვლას, ბავშვი აუცილებლად ნამდვილად კარგი იქნებოდა ბავშვთან ენდოკრინოლოგთან მისი მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში 1-2 წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკულ გასინჯვაზე, რატომაც არა, მithumetes რომ საქართველო იოდ დეფიციტური რეგიონია, ჩვენთან საკმაოდ ხშირია თუნდაც ფარისებრი ჯილკვის დაავადებები, დიფუზური ჭიყვი და არა მარტო გადიდება, სხვა დაავადებებიც ხდება, სიმსუქნის ეპიდემია მოდის, გეგმიურად პრევენციულად მოვიყვანოთ ბავშვი ძალიან გასაგებია. და კვლავ ქალბატონ მაიასთან შეკითხვა. ქალბატონ მაია, რამდენად ხშირია, იმიტომ რომ თუნდაც იგივე დიაბეტი, გართულებები რაც მოყვება ну ეხლა მე არ ვლაპარაკობ დიაბეტიურ ტერფზე, რომელიც ფაქტიურად ბავშვებში თითქმის არ არსებობს, ხომ? მაგრამ თუნდაც აი თვალი შეიძლება გაურთულდეს, ესეც ალბათ იშვიათი, მაგრამ გართულებებიდან გამომდინარე და საერთოდ თუ მუშაობთ ამ სკოლაში სხვა სპეციალისტებთან ერთად, იგივე ოფთალმოლოგთან ან თუ გჭირდებათ სხვა სპეციალისტების ჩართვა? თვითონ შაქრიანი დიაბეტის გართულებებიდან პირველ ადგილზე მართლაც სწორად ბრძანეთ არის თვალი, ანუ რეტინოპათიები, ეგრეთ წოდებული ბადურის პათოლოგიები, რომელიც ახასიათებს ერთ-ერთ გართულებად დიაბეტს. ასევე შეიძლება, მაგრამ ბავშვებში უფრო იშვიათია, შეიძლება თირკმლის მხრივ გართულებები იყოს, ანუ ნეფროპათია ჩამოყალიბდეს, შესაძლებელია გულსიძახთა სისტემის მხრივ იყოს რაღაც ცვლილებები და ამ დაგვარად თვითონ დიაბეტურ სკოლაში არა, მაგრამ კლინიკაში წოლის პერიოდში თუ კი ბავშვი რაიმე გართულება გამოუვლინდება, არის საშუალება რომ კონსულტირებული იყოს და მკურნალობას ჩაერთოს ოფთალმოლოგი იგივე, არის ნევროლოგები. ეგ თვითონ კლინიკის ბაზაზე იგივეა, ხო? აუცილებლად კლინიკის ბაზაზე, იმიტომ რომ ჩვენ კლინიკაში არიან საკმაოდ დიდი ჯგუფი ექიმების, სპეციალისტების, ანუ ნევროლოგები ყავს ასევე ნეფროლოგები და ყავს ოფთალმოლოგის, რომლებიც ასევე კარდიოლოგები, რომლებიც თუ გართულება გამოვლინდება დიაბეტის მხრივ, ისინი მზადყოფნაში არიან და მკურნალობის პროცესში აუცილებლად ერთვებიან. მაგრამ არა დიაბეტის სკოლაში. დიაბეტის სკოლა ეს მხოლოდ გათვლილია ამ მშობლების და ბავშვების დიაბეტის მართვის პროცესებზე. გასაგებია და ბავშვების დღევანდელი თემა ენდოკრინოლოგიური დარღვევები და ამჯერად ჩვენ საუბრობთ კონკრეტულად დიაბეტზე, განსხვავება ზრდასრული ადამიანების დიაბეტი პატარებში. გაგვიმართეთ. შაქრიანი დიაბეტზე გვაქვს საუბარი, ესე და ესე შაქრიანი დიაბეტში გამოყოფენ ორ ძირითად, არის მეტი ტიპის, მაგრამ ძირითადი არის ორი. ეგრეთ წოდებული ტიპი 1, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ეს არის ინსულინ დამოკიდებული დიაბეტი, რომელიც როგორც წესი უვითარდება პატარა ბავშვებს ან მოზარდებს და აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საჭიროებს ინსულინით მკურნალობა სულ თავიდანვე. ძალიან ხშირად უვითარდებათ რატო? აი ესე არაფრისგან თუ გენეტიკური წინასწარ განწყობა სხვა ფაქტორები, საბოლოოდ ეს ჯერ დადგენილი არ არის, ვერ შეიძლება ნამდვილად ბოლომდე გარკვეულოთ კარგი იქნებოდა რომ გაერკვას, მაგრამ რატომ ღვუსო მხარს აი ამ გარემოებას რომ ინსულინი თავიდანვე ძალიან ხშირად მოდი ამ მშობლება აი ბაბუას ვიღაცას ჰქონდა დიაბეტი და აი ტაბლეტებზე აი 20 წელი უკვე ტაბლეტებზე არის და კარგად არის. ის არის სხვანაირი დიაბეტი, ის არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ეგრეთ წოდებული ინსულინ დამოუკიდებელი, ცოტა პირობითი სახელია სახელწოდება, ვინაიდან საბოლოო ჯამში ხანდახან მოზრდილებსაც უწევთ ინსულინზე გადასვლა. ყოველთვის არა, თუმცა იმ შემთხვევაში ნამდვილად საკმარისია დასაწყისიდანვე დაუშვათ ბიგუანიდების ჯგუფის რაიმე პრეპარატი, სიოფორის სიტყვაზე მეთვალე, მე ახლა სახელწოდებებს არ ვასახელებ, შეიძლება იყოს გამოყენებული დიეტა ძალიან ეფექტურია ფიზიკური დატვირთვა და ინსულინის სუბოლოში დეკომპენსაციის სახით და ყველაზე მძიმე არტილერია, ასე ვთქვათ. მაშინ როდესაც ბავშვებში მაშინათვე. არსებობს სხვანაირი დიაბეტებიც, გენეტიკური დიაბეტი, მონოგენური დიაბეტი ეგრეთ წოდებული. სხვა ნეონატალური დიაბეტი ვახსენეთ, მაგრამ ძირითადად ორი ჯგუფია, ინსულინ დამოკიდებული და დამოუკიდებელი. გასაგებია, მადლობთ, ჩვენ მაყურებელი გვყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ? ალო, დასვით შეკითხვა. ალო. გისმენთ? იცით რა?
მე მაინტერესებს 10 წლის ბავშვს რამდენი უნდა ჰქონდეს შაქარი? ნორმა რამდენი არის? 10 თვის? 10 წლის. მადლობთ. ნორმები მკაცდება, გააჩნია ამ მომენტში უზმოზე 100 მგ/პროცენტამდე. 100-ზე ქვევით. On ხას უსვამეს ნორმები ცოტა დრო იყოს გამკაცდა. იყო დროსაც 120-მდე ითვლებოდა, მე 90-იან წლებში 100-მდე, ეხლა გამკაცდებული 100-მდე. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოში მიდის საუბარი უკვე იმაზე, რომ 90-ზე ქვევით რომ იყოს ჯობიაო. მე რამდენად კვებიდან 20 საათში ბოდიშოხტი გაწყვეტინა, კვებიდან 20 საათში სხვანაირი ნორმატივი 140-მდე უნდა იყოს. კვებიდან 1 საათში კიდევ უფრო მაღალია. ასე რომ დამოკიდებულია ამ მომენტში ვუზომავთ. გასაგებია მე მგონი ეს უნდა იცოდნენ წესით მშობლებმა ვისაც აქვთ ხო შეხება ამასთან ინფორმაცია წესით უნდა იცოდნენ. თუმცა არსებობს ასევე მე ვიცი ესეთი აპარატი საკმაოდ რთული სამართავი და ეს ბავშვის ინტელექტიც არის დამოკიდებული რომ თვითონ ბავშვს შეუძლია აკონტროლოს ინსულინის მიწოდება ორგანიზმში. რამდენად გამოიყენება ეს თბილისში და საქართველოში, იმიტომ რომ რამდენად საკმაოდ ძვირი აპარატია ხო? ასეთი აპარატი არსებობს, on ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ თავისით ეს აპარატი არაფერს ცოტა რაიმეს აკეთებს. მაინც გადაწყვეტილება, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე ჩვენ იქ საუბარი არ აქვს. მაინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ადამიანმა, პაციენტმა, ან მისმა მეუღლემ. პროგრამა შეყავს ამ აპარატში, ეგრეთ წოდებულ პომპაზეა, როგორც ჩვენ საუბარი, და იმას ნელ-ნელა პატარა ზონდივით არის შეყვანილი ადამიანის ორგანიზმში და ნელ-ნელა წვეთოვნად ხანმოკლე ან ულტრახანმოკლე მოქმედების, ხანგრძლივობის მოქმედების ინსულინი შედის ორგანიზმში. ჩვენთან ნამდვილად გავრცელებული არ არის, ჯერეთი ღირებულებიდან გამომდინარე $3000-ზე მეტია, რამდენადაც მახსოვს მე ბოლო მონაცემებით ეს აპარატი. გარდა ამისა, ახლა კატეგორიასაც გააჩნია, ახლა პატარა ბავშვებისათვის მაინც ალბათ მიუღებელია. ჯერეთი შეყვანა, ისედაც შეყავს ინსულინი, უბრალოდ შეიძლება შევიყვანოთ დაუშვათ დღეში რამდენიმეჯერ ნემსების სახით, უნდა ხას უსვამოთ ნემსი როგორც გავუწევთ, მაია მახსენა ინსულინის შეყვას უკვე არა შპრიცებით, წასულს ჩაბარდა, მადლობა ხმას ის დოდოდესაც შპრიცების გადადუღება იყო სულ განყოფილებაში და ასე შემდეგ. მე 10 შევესწარი, 6 შევესწარი იმ დროს ჯერ კიდევ. ეხლა მე ერთჯერადი შპრიცები, ეხლა არის შპრიც კალმისტრები. რომელიც არის ფლომასტერი, სქელი ფლომასტერი და საკმაოდ ატრავმული ნემსი აქვს ამ შპრიც კალმისტრებს, რომელიც სასიამოვნო ნამდვილად არ არის ნემსი გაკეთებული ამ შპრიც კალმისტრზე, მაგრამ ისეთ ტკივილსაც არ იწვევს. ასე არაფერი კატასტროფული ამაში არ არის. ხოლო რაც შეეხება იმ აპარატს, ძვირია, გამოცდილება იმდენად დიდი არ არის. პირველ რიგში სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა პაციენტს თუ აქვს ჩვენს პირობებში სამწუხაროდ ამ აპარატის შესაძლებლობა, თეორიულად ასე შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. გასაგებია, ჩვენ დაგვჭა მაყურებელი პასუხგაუცემელი, რომელსაც აინტერესებდა ღაწვების სიკეთილესთან დაკავშირებით. ალერგია რამდენადაც მივხვდი არ არისო, იმიტომ რომ წამლებიდან, მედიკამენტებიდან გამომდინარე არ ქონდა რეაქცია და თუ არის დაკავშირებული ენდოკრინოლოგიურ პრობლემასთან. ღაწვების სიკეთილე. მე მგონი ნაკლებად დაკავშირებულია ღაწვების სიკეთილე. მეც ასე მეჩვენა, რომ სიმართლე მოგითხრათ, ცოტა ცუდად ისმოდა და შეგიძლიათ ნახევარი გადმოვისმენე. აი ესე დისტანციურად მაგ დიაგნოზის დასმა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ არ ვიცით რა დონის ანტიგისტამინური პრეპარატები აქვს მიღებული, რომელი მიიღო, თქვა ალერგიის საწინააღმდეგოდ, რამდენად დაიცვა დიეტა, რამდენად ალერგოლოგის კომპეტენციას ვერ შევეხებით, ახლა რამდენად სწორად იყო კონსულტირებული, ან რა კვლევები ჩაუტარეს ალერგიის არარსებობის დასადასტურებლად. ცოტა რთულია, ანუ ეს სიმპტომი თვითონ ღაწვების სიკეთილე, ესე ხაზგასმულად არც ერთი. ყოველ შემთხვევაში ესეთი ხო ენდოკრინოლოგის დაავადებას, რომელიმეს არანაირად არ ახასიათებს. და ჩვენ ხშირად ვახსენეთ შაქრიანი უშაქრო. რას ნიშნავს უშაქრო დიაბეტი? დიაბეტი თავისთავად ნიშნავს გატარებას, ანუ იგივე თირკმლის მიერ დიდი რაოდენობით სითხის გამოყოფა. აი და ამიზეზით არის ეს გამოწვეული, უკვე აქედან გამომდის შაქრიანი უშაქრო. თვითონ სიტყვა გვეუბნება შაქრიანის დროს შაქრის შემცველობა სისხლში მომატებულია მკვეთრად, უშაქროს დროს საერთოდ ნახშირწყლოვან ცვლასთან, ანუ შაქრების მეტაბოლიზმთან, შაქრების გამოყენებასთან ორგანიზმში არანაირი კავშირი უშაქრო დიაბეტს არ აქვს. ამ შემთხვევაში უბრალოდ არის ორგანიზმში აბსოლუტური ან ფარდობითი დეფიციტი ისეთი ჰორმონისა, რომელსაც ქვია ანტიდიურეზული ჰორმონი, ანუ მოშადვის საწინააღმდეგო ჰორმონი. თუ ეს არის ცენტრალური, ანუ ტვინისმიერი ფორმა, ასე მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში უბრალოდ ზევით ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება ეს ჰორმონი, ჰიპოთალამუსიდან ჩამოდის ჰიპოფიზში, იქიდან უნდა გამოიყოს. თუ იქ რაღაც ზევით რაღაც პრობლემაა და არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა ეს მოშადვის საწინააღმდეგო ჰორმონი, ბავშვი ძალიან ბევრს შადავს, შეიძლება 10 ליტრამდე დღეში, 20 ליტრამდე, აი ამის წინ იყოს უბრალოდ ეგეთი პაციენტი. თუ არის შაქრიანი, ამ შემთხვევაში ეს არაფერს შუაშია. რამდენს შადავს უკაცრავად? 10-20 ליტრამდე დღეში. დღეში 10-20 უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში, არა
სამკურნალოები ფორმის შემთხვევაში. თუმცა ცენტრალური, ანუ ტვინის მიერ, ეგრეთ წოდებული ტვინის მიერ უშაქრო დიაბეტი საკმაოდ კარგად ექვემდებარება მკურნალობა, უბრალოდ გარედან უნდა შევიყვანოთ წვეთის, ცხვირშიდა წვეთის ან ტაბლეტის სახით ხელოვნურად სინთეზირებული ეს ჰორმონი და მდგომარეობა სწორდება. არის თითქმის მიერი ფორმაც უშაქრო დიაბეტის. ამ შემთხვევაში ეს ჰორმონი ორგანიზმში საკმარისია, უბრალოდ თითქმის ვერ მოქმედებს. გასაგებია, ჩვენ მაყურებელი გვყავს ეთერში, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით შეკითხვა. გამარჯობა. თუ შეიძლება მოკლედ კითხვა დასვით. ალო, გისმენთ? როდესაც ჰეპატიტი, ბატონი რა გიქნა შეკითხვა, როდესაც ჰეპატიტი 2-3 მეტრია ნორმაზე. ითვლება თუ არა რომ ეს უკვე არის ჩამოყალიბებული დიაბეტი, თუ ითვლება რომ ეს არის პრედიაბეტული მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა რომ დიაბეტამდე არ იქნება საქმე მისული. აუცილებლად ესე იგი, როდესაც არის აუტოიმუნურ შაქრიან დიაბეტზე საუბარი. რას ნიშნავს? შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ინსულინ დამოკიდებული, რომელიც უკვე ვახსენეთ. აუტოიმუნური გენეზის არის, აუტოიმუნური წარმოშობის, ასე ვთქვათ, მიზეზი არის აუტოიმუნური, ანუ იმუნური სისტემა, საკუთარი ბავშვის ან მოზარდის იმუნური სისტემა, რომელიც ვალდებულებაც არის სიტყვაზე, რაიმე უცხოს ებრძოლოს დაუშვათ გრიპის ვირუსს, შეცდომით იწყებს, შეცდომა მოსდის იმუნურ სისტემას. სუსტი კი არ არის, უბრალოდ შეცდომით მოქმედებს და იწყებს ბრძოლას საკუთარი ორგანოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში პანკრეასში, კუჭქვეშა, კუჭუკანა ჯირკვალში მდებარე ეგრეთ წოდებულ ბეტა უჯრედებზე მოქმედებს, სადაც წარმოიქმნება ინსულინი. მცირდება ინსულინის წარმოქმნელი უჯრედების რაოდენობა, როდესაც მათი რიცხვი შემცირდება ნორმის 15-10%-მდე, ჩამოყალიბდება უკვე შაქრიანი დიაბეტი. ეს არის აუტოიმუნური დაავადება. როდესაც არის ერთი აუტოიმუნური დაავადება ორგანიზმში, სამწუხაროდ ხშირია სხვა აუტოიმუნური დაავადებები. ყველაზე ხშირი მათ შორის არის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ანთება, ჰაშიმოტოს თიროიდიტი, რომელიც უკვე ვახსენეთ. წესი არის, თუ ბავშვს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებლად უნდა შეუფასდეს ფარისებრი ჯირკვალი და აი ქალბატონმა რომ დადეკა ბათუმიდან. კი, ამ ეტაპზე შეიძლება არაფერი არ იყოს, მაგრამ გეგმიურად შემდგომშიც შეიძლება, იმიტომ აუტოიმუნური რაღაც სხვა დამატებითი პათოლოგია შეიძლება შემდგომშიც დაერთოს სიტუაციას. არსებობს სპეციალური ტერმინიც კი, კარპენტერის სინდრომი, რომელიც ეწოდება აუტოიმუნური შაქრიანი დიაბეტისა და აუტოიმუნური ფარისებრი ჯირკვლის ანთების ერთობლივ კომბინაციას. გარდა ამისა, ცელიაკიაზე არ იქნებოდა ცელიაკიაზე გამოკვლევა აუცილებლად შაქრიანი დიაბეტი. ცელიაკია არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ვერ იტანს გლიადინს, რომელიც შედის ხორბალში და ძალიან ბევრ სხვა მაცლოვანში და ეს გლიადინი ეს არ არის მარტო პულზე და დაუშვათ ხორბალზე საუბარი. ის ძალიან ბევრი პროდუქტის, დაუშვათ ქარხნული პროდუქტის შემადგენლობაში შედის, იქნება ეს სოსისი, იქნება კონსერვანტადაც იყენებენ, ერთ-ერთ შემავსებლად იყენებენ. ძალიან მკაცრი დიეტა არის საჭირო ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში გამოსა. მკაცრი დიეტა იმდენად რომ დაუშვათ პური რადანით, აი ხოცი შეიძლება სიტუაცია, არ შეიცავს ამ ნივთიერებას, მაგრამ აი დანა, ის დანა, რომლითაც დავჭერით პური, შემდეგ იმ დანით რომ დავჭერით ხოცი, დაუშვათ მოხასული ხოცი თუნდაც და მე ბავშვს ვაჭამოთ, უკვე შეიძლება რეციდივი კონდეს. ძალიან ფაქტია რომ დროდადრო გამოკვლევა ჭირდება სრულფასოვანი ბავშვს. ანუ და თან რაც თავარია ცოტათი რთულია ხანდახან ფინანსური მოსაზრებებით, მაგრამ ეს ერთხელ თუ გამოვრიცხეთ, ეს არნიშნავს რომ მთელი ცხოვრება დაზღვეულია ბავშვის სამწუხაროდ. მთელი ცხოვრება ასეთი ჩვენთაგანი არ არის არაფრისგან დაზღვეული. დროდადრო შემოწმება გჭირდება. თავისთავად. და უშაქრო დიაბეტზე საუბრობდით და სიმპტომი ერთ-ერთი, ესე იგი სანამ მკურნალობა და მართვად მივიდოდა ბავშვი აქამდე, იყო მთელი 20 ლიტრა შარდის დაღვრა, იყო ესეთ შემთხვევა, როგორც თქვით, მაგრამ როდესაც საუბრობთ ისევე შაქრიან დიაბეტზე გადავალ, ამ შემთხვევაში სიმპტომები, აი ესეთი სურათი რა გვაქვს? 20 ლიტრი ეს ყველაზე მძიმე შემთხვევებში ხანდახან შეიძლება იყოს 3 ლიტრი, 5 ლიტრი, 7 ლიტრი. სიმპტომებსაც შეეხება, როდესაც ესე იგი ძირითადი ჩივილი ორივე შემთხვევაში არის ეგრეთ წოდებული პოლიურია, ანუ დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა. ყოველთვის როდესაც დედა გვეუბნება, რომ ბავშვი ძალიან ბევრს შარდავს, როგორც წესი ეს არის ყველაზე კეთილთვისებიანი, უბრალოდ შაქრიან წყალს აძლევენ ღამე, ბევრს სვამს და ამიტომ ღამეც ეპარება შარდი, ან შეიძლება ნევროლოგიური პრობლემაც იყოს. მაგრამ მოდით განსაზღვროთ, აი ნორმალური რაოდენობა ვთქვათ მშობელმა რომ იცოდეს რა არის? ნორმალური რაოდენობა, ეხლა პატარა ბავშვები პამპერსით არიან და იქ ცოტა რთულია განსაზღვრა. იქ შეიძლება გაგება იმით, რამდენი პამპერსის გამოცვლა ჭირდება დედას. არა, შესაძლებელია პამპერსის აწონვა. მშრალი პამპერსი 25-30 გრამის წონის არის, აქედან გამომდინარე შეგვიძლია რაოდენობა განსაზღვროთ ასე. შვილებში. და დაახლოებით რამდენია ნორმა ბავშვისთვის? ასაკს გააჩნია და წონას კილოგრამებში. 1 მილილიტრი კილოგრამზე 24 საათის განმავლობაში შვილებში. ესე იზომება შარდის რაოდენობის გამო.
აი ამის ზემოთ თუ იქნება, უკვე ჩნდება ეჭვი, რომ რაღაცა სახიფათოა და უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფაქტიურად თუ ღამე მოსაშადად დგება, ერთხელ კიდევ შეიძლება ნორმის ვარიანტიც კი იყოს, მაგრამ ორჯერ, სამჯერ თუ დგება მოსაშადად, თუ ეპარება შადე, ადრე არ ეპარებოდა და ახლა უკვე გაეპარა ბავშვს რამდენიმეჯერ, უკვე ეჭვი უნდა ავიღოთ. თუმცა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ინსულინ დამოკიდებული. მისი კლასიკური ნიშნები არის ეგრეთ წოდებული ტრიადა, ანუ სამეული კლინიკური ნიშნებისა, ეს არის დიდი რაოდენობით შადვა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და წონაში კლება. თუ ეგ სამივე ნიშანი გვაქვს, განგაში უნდა ავტეხოთ. თუნდაც უშაქრო დიაბეტი იყოს, მაინც უშაქრო დიაბეტი დაუშვათ თუ არ ჩავედევით დღეს ხვალ და დაუშვათ 3-4 დღით გადავდეთ ან 1-2 კვირით, ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ ემუქრება ისეთი არაფერი. მაგრამ თუ შაქრიანი დიაბეტია, იქ გადადება უკვე 1 საათითაც გადადება კი შეიძლება სავალალო შედეგი მოგვიტანოს 1 საათით გადადება. ამიტომ ყოველთვის ჯერ შაქრიანი დიაბეტი უნდა გამოირიცხოს. გასაგებია, ეს სავალალო შედეგი, ანუ გართულება, თქვენ კომა ახსენეთ რამოდენიმეჯერ. რა გართულებებს იწვევს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სანამ ვთქვათ სპეციალისტამდე მივა? ქალტონი, კეტოაციდოზური კომა. კომის განვითარება რასაკვირველია ხშირად ხდება ოჯახის პირობებში. მაგრამ როდესაც ეს ბავშვი დიაბეტით არის დაავადებული, ისი მშობელი უკვე ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მას შესაძლებელია ეს კომა განუვითარდეს. კომა შეიძლება განვითარდეს თქვათ ინსულინის ინექციის შემდეგ ბავშვმა ვერ მოასწრო ჭამა იმ გარკვეულ დროის განმავლობაში, როცა უნდა მას ეჭამა, ამის გამო შეიძლება მას დაემართოს ჰიპოგლიკემიური კომა, ანუ შაქრის დონე დავარდეს და ვითარდება კომა, ანუ კომატოზური მდგომარეობა თავისთავად რას მოიცავს? ბავშვთან კონტაქტში შესვლა შეუძლებელია და ასეთი ბავშვი სასწრაფოდ, როდესაც შეატყობენ მშობლები და თუ დიაბეტით დაავადებულია, იქ უკვე უნდა ივარაუდონ, რომ ეს დიაბეტური კომაა და არა სხვა კომა. თუმცა კომის გენეზი, ანუ წარმოშობა სხვადასხვანაირია, მაგრამ ბავშვებში თუ არ არის თქვათ ქალატვინის ტრავმა ან რაიმე სხვა ნერვული სისტემის პათოლოგია, მაშინ უფრო ხშირად ხდება ხოლმე, რომ არის სწორედ დიაბეტური კომა განვითარებული. როდესაც ასეთი მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა თუ ინსულინი აქვს გაკეთებული, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ რამენაირად უნდა ტკბილი, თუნდაც შაქრიანი წყალიანი შაქარი სასწრაფოდ მიაღებიოს. თუ თქვათ ქუჩაში მოხდა ესეთი შემთხვევა და არის ადამიანი და კომატოზურ მდგომარეობაშია, ესეც მიღებულია, რომ თუ არის კომატოზური მდგომარეობა და აქ დიაბეტურზე ვფიქრობთ, უმჯობესია მივცეთ ცოტა შაქარი, იმიტომ რომ თუ ეს ჰიპერგლიკემიური, ანუ გლუკოზის მაღალი დოზით განვითარებული კომა, ის ჩვენი ცოტათი მიწოდებული შაქარი უფრო მეტად აღარ გააღრმავებს, ისედაც კომატოზური მდგომარეობაა და თუ ჰიპოგლიკემიური, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უშველოთ. მაგრამ როდესაც კლინიკაში შემოდის, რასაკვირველია პირველ რიგში სკრინინგში პირველ ადგილზე დგას შაქრის დონის განსაზღვრა. და როდესაც განსაზღვროთ შაქარს, თუ ეს არის 500-ზე მაღალი და დიდი ციფრები, უკვე ნიშნავს, რომ დიაბეტური კომაა, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ არ არის თლად კომა განვითარებული. თან ეს კომის ნიშნები ეხა მშობლებმა შეიძლება არ იცოდნენ, სულ 3 ნიშნით იზომება კომა, ანუ 3 ნიშანია, რომლითაც საზღვრავენ კომას, მაგრამ ეხა ეს ნიშნები არ არის საჭირო ფართო საზოგადოებამ მშობლებმა იცოდეს. გასაგებია, ჩვენ რეკლამაზე გავდივართ ცოტა ხნით და მე ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დაგვიგროვდა, თუნდაც ის რაც შემოვიდა სიგამხდრესთან დაკავშირებით, აინტერესებთ არის თუ არა ესეც ენდოკრინოლოგიური პრობლემა და ამას გავცემთ უკვე პასუხს რეკლამის შემდეგ. გადაცემა ექიმის საათი დაგიბრუნდათ პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებში ენდოკრინოლოგიურ პრობლემაზე. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი პასუხი ინტერაქტივის შეკითხვაზე. იცით თუ არა, რომ სიმსუქნე ენდოკრინოლოგიური პრობლემაა. საინტერესოა ეხლა ამ შემთხვევაში 86% ცოდნია, რომ ეს არის ენდოკრინული პრობლემა, საკმაოდ გაცნობიერებული მაყურებელი გვყავს და ჩვენი სტუმრები მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე და ირაკლი ფაღავა, ასევე მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი. ჩვენ დაგვიტოვეს პირველ ბლოკში კითხვა სიგამხდრე, ჩვენი ინტერაქტივი სიმსუქნეს უკავშირდება, მაგრამ აინტერესებთ სიგამხდრე თუ არის ენდოკრინოლოგიური პრობლემა. გააჩნია ჯერეთი დააწუხეთ იქიდან სიგამხდრე, მაგრამ იშვიათად აწუხებთ ეს, მაგრამ სიგამხდრე
როგორც წესი, აი ძალიან ხშირად აი ბებიებს, განსაკუთრებით ბებიების თაობას სიგამხდად ეჩვენებათ ის, რაც არის ნორმალური. ქართულ ენაში ცოტა ხა შესანიშნავი ენა გვაქვს, მაგრამ აი ესეთი ტერმინია დასუსტდა ბავშვი. წონაში მოიკლოდა დასუსტდა. ძალიან არასწორი ტერმინია. დასუსტდა კი არა, უფრო მოღონია და უფრო ჯანსაღი, უფრო ჯანმრთელი ორგანიზმი გახდა ზედმეტი წონა და მოიშორეს. დასუსტება არ არის არანაირად. ამ შემთხვევაში ახლა უნდა ჩვენ გვჭირდება ზუსტი ციფრები, სიმაღლე არის გასათვალისწინებელი აუცილებლად, იმიტომ დაუშვათ 20 კილო გააჩნია სიმაღლე, ზოგიერთი ძალიან გამხდარია, ზოგიერთი პირიქით მსუქანი იქნება 20 კილოგრამიანი თუ არა. არსებობს სხეულის მასის ინდექსის ცნება, ანუ კილოგრამი შეფარდებული მეტრ კვადრატთან. რომ შევაფასოთ, დაუშვათ გვაქვს კიდევაც კონკრეტული ციფრები რამე კონკრეტული პაციენტისათვის. არსებობს პერცენტილური მდუდები ეგრეთ წოდებული. უნდა შევადაროთ თანატოლებს. ამასთანავე უნდა შევადაროთ არა დაუშვათ შვედებს, რომლებიც ძალიან მაღლები არის, არა დაუშვათ ზანგებს, არა დაუშვათ პიგმეებს, არამედ მაინც იგივე პოპულაციას, ქართველებს, კავკასიელებს, ყველანი მეტნაკლებად ერთნაირები ვართ ამ მხრივ. უნდა ინახოს რომელ პერცენტილზეა, ანუ პერცენტილი დასნიშნავს, დაუშვათ მე-10 პერცენტილზეა თავისი წონით ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ ამ ასაკის ქართველი ბავშვებს იმავე სქესის ქართველი ან კავკასიელი ბავშვების 10% მასზე ნაკლებს იწონის, 90% მასზე მეც. უკვე რაღაცნაირ მინიშნებას გვაძლევს. შევადაროთ, აბა სიმაღლეში რომელ პერცენტილზეა. თუ სიმაღლეში მე-10 ან დაუშვათ მე-20 პერცენტილზე, ესე იგი მეტნაკლებად ერთნაირად და ჰარმონიულად არის ბავშვის სიმაღლე და წონა. თუ არის სიმაღლე 90-მე-10-ზე და წონა მე-10-ზე, სიტყვაზე გასაგებია, რომ წონის დეფიციტი გვაქვს და თავისი მიზეზი უნდა მოეძებნოს და გამოკვლევა ჭირდება ასეთ ბავშვს. ანუ მაინც გამოკვლევა ჭირდება თუ არ ჩავთვლით თუნდაც იგივე ჩვენი მაყურებელი ბებია რომელიც ამბობდა რომ კამფეტი და ტკბილეული როგორ მივაწოდო თუ აქედან გამოვალთ და ნამდვილად არის წონის ნაკლებობა ეს უკავშირდება ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს დადასტურებული უნდა იყოს დადასტურებული რომ არის წონის დეფიციტი და იმ შემთხვევაში ანუ კახექსიაც არსებობს ანუ ძალიან დაბალი წონა რომელიც მარტო ენდოკრინოლოგიურ და არა შეიძლება ბევრ სხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული იგივე ვთქვათ ტუბერკულოზურ ინფექციასთან ან სხვა ვთქვათ სიმსივნურ დაავადებასთან ან სხვადასხვა პათოლოგიებთან რომელიც აი კახექსიამდე ანუ ძალიან დაბალი ძალიან სიგამთრემდედია და ასევე არის შეტყობინება C-პეპტიდი ორჯერ მეტი მაქვსო აინტერესებს ჩვენ მაყურებელს და არის თუ არა ეს შაქრიანი დიაბეტის თუმცა მე როგორც ვიცი არის ეს ტიპი 2 უკვე ზრდასრული ადამიანების გავრცელებული მაგრამ მაინც გავცეთ პასუხი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ინსულინ დამოუკიდებელი უცხოეთში ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც სიმსუქნის ჩვენზე უარესი ეპიდემია გაცილებით უფრო მწვავედ დღეს ეს საკითხი იქ მოზარდებშიც ხდება ჩვენთან მე მოზარდში შაქრიანი დიაბეტი არ შემხვედრია ტიპი 2 ტიპი 2 სკულის ინსულინ დამოუკიდებელს მაგრამ პრედიაბეტები ანუ დიაბეტის წინარე მდგომარეობა რამდენიმეჯერ და ინსულინორეზისტენტობა თითქმის აი 3 მსუქანი პაციენტისგან 2-ს მაინც აქვს ინსულინორეზისტენტობა ჩემი გამოცდილებით რა არის C-პეპტიდის მომატება ჯერეთი რა არის თავისთავად C-პეპტიდი პანკრეასში მე ვახსენე ბეტა უჯრედები ხო კუჭქვეშე კუჭუკანა ჯირკვალი იქ წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული პროინსულინი ანუ ინსულინის წინარე ნივთიერება მოლეკულა რომელიც იშლება ორად ნაწილი არის ინსულინი, მეორე ნაწილი დაშლის შედეგად მიღებული არის C-პეპტიდი, C-ჯაჭვისგან შემდგარი. ანუ ორგანიზმში თანაბარი რაოდენობით წარმოიქმნება ინსულინიც და C-პეპტიდიც. და C-პეპტიდის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორგანიზმში რამდენი ინსულინი წარმოიქმნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებში, იმ პაციენტებში, ვინც გარედან იღებს ინსულინს. რომ გავარჩიოთ საკუთარი რამდენი წარმოიქმნება, რომ გარედან ჩვენ ხო დღესდღეობით ადამიანის ინსულინი შეყვავს ადამიანის ორგანიზმში. C-პეპტიდის მომატება მიუთითებს ინსულინის მომატებაზე, მიუთითებს როგორც ჩანს ინსულინორეზისტენტობის მდგომარეობაზე. ანუ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც ინსულინი, შაქარი შეიძლება ნორმალური კონდეს ბავშვს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე, რომ ორგანიზმი იძულებულია ჭარბი არ არის ეს ფიზიოლოგიური ადაპტაციის მექანიზმი, მაგრამ დიდი რაოდენობით გამოიმუშაოს ინსულინი, რომ შაქარი დააქვეითოს ნორმამდე შაქარის სისხლში. თავისთავად ეს წარმოადგენს ესეთი ბავშვი, ესეთი მოზარდი თუ ვინც არის ადამიანი, პაციენტი შემდგარია შაქრიანი დიაბეტისკენ მიმავალ გზას. რამდენ წელიწადში მიაღწევს შაქრიანი დიაბეტის მდგომარეობას ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, ეს საგანგებო დიდი საუბრის თემა არის. ინსულინორეზისტენტობა საიდან ჩნდება? როგორც წესი ძალიან მსუქანი თუ არის პაციენტი და ძალიან უმოძრაო თუ არის ჰიპოდინამია, მოძრაობის ნაკლებობა. ასეთ შემთხვევაში ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი და მკურნალობა არის პირველ რიგში წონის დაკლება, პირველ რიგში ვარჯიში ყოველდღიური, ცნობილია რომ დღეში 1 საათის განმავლობაში ვარჯიშიც კი ინსულინორეზისტენტობას აქვეითებს 24 საათით, ანუ მთელი დღე-ღამით, რაც ძალიან მისასალმებელია. თუ ძალიან გამოხატულია ინსულინორეზისტენტობა, თუ მსუქანია ძალიან პაციენტი, შეიძლება მივახმაროთ ინსულინორეზისტენტობის საწინააღმდეგო პრეპარატი. დაუშვათ ბიგუანიდების ჯგუფიდან.
გასაგებია, ჩვენ ის შეტყობინებები მოგდის და ჯობია დარეკოთ ხოლმე ბევრად უფრო ადვილად დასვათ შეკითხვებს და უფრო სწორად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს სტუმრებს. ასევე არის ჩირქოვანი გლანდები თუ შეიძლება გახდეს დიაბეტის მიზეზი? რამდენად ჩემთვის ცნობილია არა, თუმცა ძალიან ხშირად ტონზილექტომიის შემდეგ და ვისაც ხშირად აქვს ჩირქოვანი ანგინები, ასეთ ბავშვებში უფრო ხშირია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, უკვე მრავალჯერ ჩვენს მიერ ნახსენები ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ანთება. გასაგებია და დაუბრუნდეთ ახლა აი დიაბეტზე ვსაუბრობთ საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ ენდოკრინოლოგიური დაავადებები სხვაც გვხდება სამწუხაროდ და პათოლოგიები და კლინიკაში მომართვიანობა რამდენად უფრო ჯერდი რა სიხშირით არის, რამდენად ბევრი პაციენტი ყავთ ენდოკრინოლოგიური პათოლოგიებით და თქვათ ყველაზე ხშირი პათოლოგია რომელი გვაქვს? ამბულატორული მომართვა თავისთავად უფრო მეტი არის და უფრო ხშირია ენდოკრინოლოგიური პაციენტების. საშუალო თვეში 300-340 პაციენტი ამბულატორულად მომართავს და პრინციპში ჰოსპიტალიზაცია ამდენის არ ხდება. ჰოსპიტალიზაცია და ალბათ დამეთანხმებით თვეში 20 სეზონსაც გააჩნიათ ანუ დიაბეტისთან დაკავშირებით სეზონური ახასიათებს სეზონური და სიხშირეს დაავადების სეზონური ახასიათებია. რომელ სეზონზე უფრო მწვავდება? აი გაზაფხულის სეზონისგან უფრო იკლებს შემთხვევები. პირველადი ვირუსული ინფექციების პერიოდში კი უფრო მეტად. გასაგებია და ყველაზე ხშირი პათოლოგიები რომელია? ყველაზე ხშირი პათოლოგია სიმსუქნე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ზდაში დარღვევის გამო, ზდაში დარღვევის ეჭვის გამო, ზდაში დარღვევაზე ეჭვის გამო ხშირად მოყავთ საკმაოდ ბავშვები, მოზარდები. სქესობრივი მომწიფების დარღვევები შეიძლება იყოს. და აუცილებლად უნდა დიაბეტის სხვათაშორის ძალიან მძიმე ბოდიშეფტი, ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც ქრონიკულია, დიდ ყურადღებას, დიდი სახსრების დაბანდებას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ საბედნიეროდ იმდენად ხშირიც არ არის, როგორც დაუშვათ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ან უბრალოდ ბანალური სიმსუქნე ან სხვა. თუმცა უშაქრო დიაბეტსაც აფინანსებს სახელმწიფო. არამატო შაქრიანს დიაბეტს. აი ეგ თუ შეიძლება ხო კიდევ ეს ძალიან ბევრი დაავადებებია, ეს იშვიათი დაავადებები და მუდმივ ჩანაცვლებას რომელიც მოითხოვს. ეს არის მთელი ნუსხა, ანუ ძალიან ბევრია, უფრო ხშირად რომელიც გვხვდება, იმას ჩამოვთვლი. ეს არის შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, ეს არის ადისონის დაავადება, ეს არის ცელიაკია, გემატოლოგიური დაავადებებიდან ეს არის თრომბოციტოპენიური პურპურა, დიდი თალასემია, ოსტეოგენეზის იმპერფექტა, ანუ ჩამოუყალიბ დაუსრულებელი ოსტეოგენეზი, უიპლის დაავადება, კონის დაავადება, ძალიან დიდი ჩამონათვალია. ანუ აი ამ ჩამონათვალს ყველაფერს იღებს თავისთავად რუტონის დაავადება, ანუ ამ დაავადებებს აფინანსებს 0-დან 18 წლამდე სახელმწიფო. ძალიან კარგი. აუცილებლად უნდა შევეხოთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას. მით უმეტეს ახსენეთ, რომ საკმაოდ გახშირებულია, ხომ, ესეთი ცნობილი სახელი ჩიყვი. რა არის? ახუშტი ბატონიშვილს თუ ავწდები, ყიყვი, ასე ქონდა ეს თავის. ჩიყვი, დღესდღეობით ჩიყვი. მოსახლეობაში ჩიყვს პრინციპში უწოდებენ, ალბათ შეცდომით, ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ დაავადებას. სინამდვილეში ჩიყვი ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას მოცულობაში. ოღონდ გადიდებული მოცულობაში გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ანუ როგორ მუშაობს ჯირკვალი, შეიძლება 10 იყოს დარღვეული, შეიძლება მომატებული იყოს ფუნქცია, შეიძლება იყოს დაკლებული, დაქვეითებული ფუნქცია. გარდა ამისა, არსებობს ეგრეთ წოდებული კვანძოვანი ჩიყვის ცნება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი 10 არის გადიდებული მოცულობაში, მაგრამ კვანძებია ამ ჯირკვალში. ამას კვანძოვანი ჩიყვი ეწოდება. ასევე დიფუზური ჩიყვი, ანუ საერთოდ საზოგადოებრივ მთლიანად, როდესაც ჯირკვალი არის გადიდებული, როგორც წესი ეს არის იოდის დეფიციტის გამო და საქართველოს არის კლასიკური იოდ დეფიციტური რეგიონი. საერთოდ ძალიან საინტერესო ევრაზიის კონტინენტზე საზოგადოებრივ საკმაოდ ცოტაა იოდი, ნიადაგში, წყალში. შესაბამისად დაუშვათ აი ბალახი იზრდება ცოტა ამ ბალახში იოდი. ძროხს ამ ბალახს ძროხის ხოთშია, ძეშია ცოტა, ადამიანი ნაკლებს იღებს. ამერიკის კონტინენტზე რატომღაც გაცილებით მეტია იოდი. ნიადაგში. როგორც მე მასალები ამოვიღე, უკრაინაში ჩატარდა საკმაოდ დიდი მოცულობის გამოკვლევები სწორედ იოდის ნაკლებობა და მე ამისი მაჩვენებლები სასკოლო ასაკის ბავშვებზე როგორ მოქმედებდა. ჩვენთან საქართველოში თუ ტარდება ესეთი კვლევები, ან თუ იგეგმება, საინტერესო იქნება, მაგრამ მანამდე მაყურებელს მინდა მოусმინოთ. გისმენთ? გამარჯობა. ბავშვი 3 წლიდან აქვს დიაბეტი. დიახ. ეხლა არის 16 წლის.
ვაჟი. და მაინტერესებს ეს დიაბეტური ტუმბო. ამერიკა ძალიან ემაძლიერება ხმარობენ ამას და რამდენად ეფექტურია აქვს თუ არა დადებითი და უარყოფითი მხარეები. გაინტერესებთ რა ბატონო? რასაკიდან აქვს ბავშვს 3-დან თუ 13-დან? 3 წლიდან აქვს ქალბატონო ხომ? 3 წლიდან დიაბეტი. და ეხლა არის 16 წლის. ეხლა არის 16 წლის. ეხლა ბავშვი უკვე იმას აქშია, მადლობ შეკითხვისთვის. ბავშვი უკვე იმას აქშია, რომ თვითონ შეუძლია მართოს და 16 წლის ბავშვი უკვე საკმაოდ დამოუკიდებელი ინდივიდია. უპირატესობები ნამდვილად მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ 10 თუ ისე ცუდი შედეგები მიიღება, თუმცა განაწილებული არ არის კარგი შედეგი. მინუსები, ანუ რაღაც შედარებით უარყოფით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს იმის ღირებულება, როგორც უკვე ვახსენეთ, $3,000, რამდენადაც ვიცი და მეტი. მეორე კი არის ის, იცით, ზოგიერთი ეს გააჩნიეს ძალიან ინდივიდუალურია ოჯახი როგორ გადაწყვეტავს, თავად პაციენტი როგორ გადაწყვეტავს. როდესაც ჩვენ გარედან ნემსის სახით შეგვყავს პერიოდულად. კი, მრავალჯერადი ინექციებით, ანუ დღეში დაუშვათ 3-ჯერ, 4-ჯერ გჭირდება ნემსის შეყვანა, დაუშვათ 3-ჯერ, 4-ჯერ, 4-5 ნემსის შეყვანა. ამ შემთხვევაში ეს ნემსები არ არის საჭირო, მაგრამ სულ მუდამ ბავშვის სხეულზე მიმაგრებულია ეს პომპა. რომელიც ფსიქოლოგიურად შეიძლება ზოგიერთი ბავშვისთვის პრობლემას წარმოადგენდეს, ზოგიერთისთვის არა. როდესაც ჩვენ გარედან ნემსებით შეყოს ინექციით და შპრიც კალმისტრით, ამ შემთხვევაში ბავშვი გაიკეთებს ამ ნემს, ინსულინს შეიყვანს და შემდეგ კი ჯობია თანატარო სპეციალური ლამაზი პენლები აქვს, პენალი აქვს, რომელშიც უწყვიათ ეს შპრიც კალმისტრები, გლუკომეტრი და ამ შემდეგ ჯობია თან კონდეს სკოლაშიც და სხვაგანაც, მაგრამ შუალედებში შემდეგ ნემსის გაკეთებამდე პრინციპში სხეულზე არაფერი მიმაგრებული ისეთი არაფერი. არა, ის პომპაც შეიძლება ახლა დაუშვათ დაბანვის შხაპის მიღების დროს, ცურვის დროს სიტყვაზე მოიხსნას დაუშვათ 9 საათით, 1 საათით, მაგრამ ხანდახან აი მსმენია ეგეთი ჩივლი ფსიქოლოგიური პრობლემა არის. თუმცა შედეგები 10 თუ ისე ცუდია. ხო, მაგრამ ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს როგორც თავიდანვე თქვენც ახსენეთ, ეს პატარა ბავშვი ამას ვერ გააკონტროლებს, ამას თავისთავად უნდა რაღაცა ასაკი და ცოდნა ძალიან ზუსტად ტექნიკისაც კი რომ აი პროგრამას თავიდან კარგად რო აკონტროლო თავიდან ბოლომდე. და ენდემური ჩიყვის წარმოშობის მიზეზები მაინტერესებს. იოდის დეფიციტი. ეს არის კლასიკური, ჩვენთან მაღალმთიანი შეიყო. ერთადერთი აი ნუ ფაქტიურად ყველაზე ესეთი გამომწვევი მიზეზი გენეტიკა თუ თამაშობს. შვეიცარია და საქართველოს მთიანეთი. გენეტიკა იმდენად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა, უბრალოდ იოდის დეფიციტი ნიადაგში. და კვლევებზე გკითხეთ, არის თუ არა ამდაგვარი კვლევები ჩატარებული საქართველოში? საქართველოში თიროიდული ძალიან სერიოზული სკოლა არსებობდა ჯერ კიდევ 20-იან წლებში. ძალიან სერიოზული ასეთი კამპანია დაიწყო, აი ამ იოდის დეფიციტის საწინააღმდეგო დაიწყო მასობრივი იოდ დეფიციტის პროფილაქტიკა. რამდენად შეიძლება იოდომარინის მიცემა ბავშვებისთვის? აინტერესებს ჩვენ ახლა. როგორც იოდომარინი არის იოდის პრეპარატი, როგორც წესი გააჩნია ბავშვი თუ იღებს იოდს ალტერნატიული წყაროებიდან. თუ იღებს, მაშინ ზედმეტია. თუ არ იღებს, მაშინ აუცილებელია და მეტად სასურველია. საიდან შეიძლება ბავშვი მიიღოს იოდი? იოდირებული მარილი, თუმცა თავისთავად მარილი ახლა კი პრევენციის პროფილაქტიკის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ფაქტები იყო, ისე წამოვიდა იოდ დეფიციტის ტალღა, იმიტომ რომ ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში უარი თქვეს მარილის მოხმარებაზე და შესაბამისად იოდიც დააკლდათ. თუ იოდირებული მარილი თუ არა თევზი, ზღვის პროდუქტები ყველას ჯობია. ოღონდ აქ უფრო მლაშ შეწყლის ოკეანის ზღვის თევზი მეტი რაოდენობით შეიცავს იოდს. აქ არ არის საუბარი რაღაც დელიკატესებზე, ძვირადღირებულ დელიკატე ქაშაყი, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, ქაშაყით საკმაოდ რაოდენობით შეიცავს იოდს. თუ არა და იოდის შემცველი პრეპარატი არსებობს რამდენიმე. გასაგებია, მაყურებელი გველოდება, გისმენთ. მოგესალმებით. ასეთი შეკითხვა მაქვს. ბიჭი მყავს 13 წლის და წონაში არის 80 კილომდე. სპორტით არის დაკავებული, ძალიან მოძრავია. ჭამითაც თითქოს არ ჭამს იმდენს, მაგრამ იმატებს ძალიან. რამოდენიმე წლის წინ მყავდა ენდოკრინოლოგთან გაუკეთა ყველანაირი ანალიზი აი ჰორმონებზეც და ინსულინს, დიაბეტზეც. აი გლუკოზის დატვირთვით, რაც იყო საჭირო და არაფერი არ აღმოაჩნდა. ფარისებრი ჯირკვლის გაუსინჯეთ ეხოსკოპიით. იქაც ნორმაში იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც აი ეს წონაში ძალიან აქტიურია, აი ძალიან მოუსვენარია და ეს წონაში მატება რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. უკაცრავად გენეტიკა როგორი გვაქვს, ანუ არც მაინც რა ვიცი. სიმაღლე რამდენი აქვს, აი მთავარი მაღალია? არც დაბალი არ არის, მაგრამ ძალიან მაღალიც არ არის. აი როგორც მის ასაკს შეეფერება ის. ანუ დაახლოებით თითქმის ყველა ერთმანეთის ტოლია. და მაინც მეშინია სპორტზე დადის და ძალიან აქტიურია ყოველ დღე, ესე იგი ამის მოსვენება არ არის. მაგრამ
უყვარს ჭამა, აი ნახშირწყლებს რაც შეიცავს, პური, კარტოფილი, ასეთები უყვარს, ის ნაწარმი არ უყვარს, ხორცს არ ჭამს. აი შეიძლება იყოს გამოწვეული. ბატონო, მადლობთ, აი ხა გავიგებთ რჩევებს მოგცემენ ექიმები. ჯერეთი მე ბავშვებს ფიზიკურად ბუნებრივი ნანახი არ მყავს, წონა კი ბატონო 80 კილო, კუნთის ხარჯზე თუ ცხიმის ხარჯზე, პრინციპული განსხვავება. ახლა ეგეთი მოვარჯიში და ფიზიკურად აქტიურია, იქნებ კუნთის ხარჯზე. მაგრამ თუ ცხიმის ხარჯზე და ეს უბრალოდ წელის გარშემოწირული და თუნდაც შეხედვა გვეტყვის ამის შესახებ, ქალბატონმა თვითონ ახსენა პრინციპში ყველანაირი გამოკვლევა, ყველაფერი ჩატარებული, უბრალოდ ჭამს, ანუ იღებს გარედან გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავს, მიუხედავად კი ფიზიკურად აქტიურია, მაგრამ ჭამს კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ნახშირწყლების ხარჯზე როგორც აღნიშნავს. რომელიც პირდაპირ ცხიმში მიდის. იგივე მკვეთრად ალბათ უნდა შევსრულოთ ნახშირწყლები, თუ ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით ნამდვილად ყველაფერი გამორიცხულია. ჰიპოთირეოზის წარმოშობის მიზეზები დაუბრუნდეთ ჩიხს, ეგრეთ წოდებ. კი ბატონო. ჩიხს, კი ბატონო. ჰიპოთირეოზი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალგვარი. ყველაზე ხშირი ჩვენს რეალობაში ეს არის იოდის დეფიციტი, იოდდეფიციტური ჰიპოთირეოზი ხდება და ჰაშიმოტოს თიროიდიტის დროს, ფარისებრი ჯირკვლის ანთების დროს. ეს ფარისებრი ჯირკვლის ანთება ერთის მხრივ ისე ტკივილს არ იწვევს, ამიტომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება მშობელს და თავად პაციენტსაც. ტკივილს არ იწვევს, არანაირი ტემპერატურის მომატება არ არის, ადგილობრივად არანაირი უსიამოვნო შეგრძნება არ არის, ცოტა ხანდახან ზომაში გადიდება, ანუ ჩიყვი ვითარდება და ამ ანთების პროცესში საკუთარი ავტოანტისხეულები, ანუ საკუთარი ანტისხეულები აზიანებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს, ზოგიერთი ჯირკვალი ზიანდება, ზოგიერთი უჯრედი ზიანდება, ზოგიერთი ნადგურდება, საბოლოო ჯამში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როგორც წესი ქვეითდება. და ასევე ვისაუბროთ, შეიძლება ესეთი თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით რომ განვითარდეს ამის მიზეზი მაგაზე თუ შეიძლება ჩაგერთვებით, ანუ სამშობიარო სახლებში არსებობს სკრინინგ პროგრამა, რომელიც ყველა სამშობიარო სახლში საქართველოს მასშტაბით კეთდება. ერთ-ერთი კვლევა არის ჰიპოთირეოზი, მეორე დაავადება ეს არის ფენილკეტონურია და მუკოვისიდოზის კვლევა. ანუ ეს სამი კვლევა არის აუცილებელი, ბავშვი იბადება თუ არა სამშობიარო სახლში, პირველივე საათებში ხდება ეს სკრინინგი. ანუ თუ იქნება დადებითი სკრინინგი, მოგეხსენებათ არ არის ღრმა კვლევა, ანუ თუ სკრინინგის საფუძველზე დადებითი პასუხი მივიღეთ, ამ შემთხვევაში საჭიროა შემდგომ უფრო ღრმა კვლევების ჩატარება, რათა პრევენცია მოხდეს და ახალშობილის პირველი დღეებიდანვე ვიცოდეთ, თქვა გვაქვს ეს მძიმე დაავადება თუ არა. კარგით და აი ზარებიდანაც გაირკვა და ისედაც საინტერესოა ზრდის ჰორმონი, ანუ რამდენად ხშირია თქვა საქართველოში ან ტანდაბლობა, ან პირიქით ძალიან მაღალი სიმაღლე, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით მანამდე მაყურებელს გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ძალიან სასიამოვნო თქვენი გადაცემა და ძალიან ისეთ ინფორმაციას ღებულობს მოსახლეობა. მე ძალიან მოკლედ მინდა ჩამოვაყალიბო ჩემ ქალიშვილს, თუნდაც ანაყოლის ჰიპოთირეოზი აქვს უბრალოდ, მაგრამ მუდმივ მკურნალობაზე 2 წლის ასაკში დაისვა დიაგნოზი. ბავშვი განვითარდა შეძლებს დაგვარად ნორმალურად დაამთავრა სკოლა უმაღლესი და გათხოვდა. შეძინა ბავშვი პირველ რიგში იყო იმას რომ საერთოდ არ დაფუძნდებოდა, მაგრამ ძალიან მალევე დარჩა ფერმწიფედ. ახლა ბავშვი ახალშობილი არის 5 თვის და დაბადებისთანავე იგი მთელი 9 წლის განმავლობაში ვიყავით პრეპარატზე, რა თქმა უნდა და ერთ პერიოდით SH-ი ძალიან აიწია, სადღაც 3 თვის ორსულობის პერიოდში 23 ქონდათ SH-ი ბავშვს. არ გვაძლევდნენ იმის გარანტიას, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე და სკრინინგი ჩატარდა დაბადებიდან მეხუთე დღეს. და ყველაფერი ქონდა ნორმაში. ახლა ნაწილი ექიმების გვეუბნება, რომ აუცილებლად უნდა გადამეორდეს ეს ბავშვი კარგად ვითარდება, ზოგი გვეუბნებიან, რომ არანაირად საჭიროებას არ მოითხოვს და დაბნეული ვართ, იქნება გვირჩიოთ. თუ არის სასურველი, განმეორებით გაკეთეს ბავშვზე ენდოკრინული გამოკვლევა ახალშობილზე და თუ არის ეს აუცილებელი, რომელი თვის ასაკში. გასაგებია, დიდი მადლობა. აქვე მეორე მაყურებელს მოусმენთ და გავცეთ პასუხი. გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, დიდი მადლობა. კარგი ამოწერა პასუხებისთვის და მაინტერესებდა თირეოტოქსიკოზის ამ შხამიანჩიკის შესახებ. გასაგებია, მადლობა. რამდენად გენეტიკურად რამდენად ისეთ რომ დედაჩემს ქონდა და ახლა კიდევ ვატყობ ჩემს ძმისშვილებს რაღაცას რა, აი რაღაცა მეცმაქვს და მაინტერესებდა რა, რამდენად არის გენეტიკურად და რა იწვევს ამ თირეოტოქსიკოზს. გასაგებია, მადლობთ, დიდი მადლობა. გავცეთ პასუხი. პირველი შეკითხვა გქონდა, ხო? ჩემი აზრით უნდა გააგრძელოს. თქვენ ქალბატონო მაია, ზუსტად მაგ სკრინინგზე ახსენეთ, ჩაუტარდა 5 დღის შემდეგ. ანუ ჩაუტარდა და სკრინინგის მიხედვით, როგორც გავიგე, უარყოფითია პასუხი. ანუ ბავშვი ჯანმრთელია. ბავშვი ჯანმრთელია, მაგრამ ნერვიულობს, იმიტომ რომ ანამნეზში დედას ქონდა, ხო სწორად დავიმახსოვრე ჰიპოთირეოზი.
ჩემი აზრით ირაკლი უნდა გააგრძელო ამას მოკლედ. დედამ ბუნებრივია ბავშვს აქვს TSH 23. FT4 თავისუფალ ბავშვზე და ცოტა არა, დედას ფეხმძიმობის მესამე თვის ფეხმძიმობის დროს დაუდგინდა ეგ და sakmaut შეეშინდათ რომ ბავშვი დაიბადება საერთოდ თუ არა ჯანმრთელი, მაგრამ ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი. მესამე თვის ასაკში ქონდა TSH 23. ფეხმძიმე ქალბატონს. ფეხმძიმე ქალბატონს ქონდა, დოზა უნდა გაიზარდოს აუცილებლად. მაგრამ ბავშვს აინტერესებს ბავშვის კვლევა. თუ დედას ექნება მოწესრიგებული თიროიდული ფუნქცია, მაშინ ბავშვი შედარებით დაცულია. თუმცა ბავშვსაც ჯობია მეტი ყურადღება მივაქციოთ პილოტს. ეხლა სკრინინგი არის პირველი ეტაპი, ანუ იქ უარყოფითი პასუხი თუ არის, მე მგონი მაინც ეს ბავშვი ყურადღების ქვეშ უნდა ყავდეთ. ანუ განმეორებით უნდა ჩაიტაროს კვლევა, მაგრამ იმიტომ რომ ზოგჯერ არსებობს ცრუდადებითი პასუხები არის მაგ სკრინინგის დროს შემთხვევები, იგივე მუკოვისიდოზე, ანუ ჰიპოთირეოზზე შეიძლება ცრუდადებითი პასუხი იყოს და არის ხოლმე ალბათობა იმ ცრუდადებითი პასუხის და შემდეგ ხდება გადამოწმება და უარყოფითი როცა არის ხოლმე, როგორც წესი აღარ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ როცა ანამნეზური მონაცემები ესეთი და რა აქვს დრო მნიშვნელობა თქვა რამდენი თვეში თუ აქვს დიდი მნიშვნელობა, მე ხასვავს ამ შემთხვევაში როგორც გავიგე დედაზე იყო საუბარი, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ თუ 2 თვის ბავშვს აქვს TSH 23, ეს არის საგანგაშო სიტუაცია. ბავშვზე თქვა, მეც ესე გავიგე. მეც ბავშვზე გავიგე. ბავშვზე არა დედას საერთოდ ქონდა ჰიპოთირეოზი და სკოლას დაამთავრა ინსტიტუტი. დედა დაავადებული იყო ჰიპოთირეოზით, როგორც მოვისმინეთ. მოკლედ, ორივე შემთხვევაში ბავშვი ხელმეორედ უნდა ჩატარდეს ბავშვთან კვლევა. ბავშვს აქვს ერთხელ სანდო ლაბორატორიამ მოგცა პასუხი, რომ თავისუფალი თიროქსინის შემცირებულია და TSH მომატებულია, საჩქაროდ მაშინათვე არის საჭირო ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება. რატომ? იმიტომ ფარისებრი ჯგუფის ფუნქციის დაქვეითება მოზარდში ან მოზრდილში იწვევს ინტელექტის დაქვეითებას შექცევაც, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყების შემდეგ აღსდგება ყველაფერი უკვალოდ. ჩვილში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, ამიტომ ყოველი დღით და ყოველი კვირით მკურნალობის დაწყების დაგვიანება გვაძლევს შეუქცევად ცვლილებებს ინტელექტუალური კოეფიციენტის მონაცემის დაქვეითებას მომავალში. ამიტომ თუ ნამდვილად TSH მომატებულია და თუ ნამდვილად ბავშვზე იყო საუბარი, ასეთ შემთხვევაში თუ ლაბორატორიას ვენდობით ბუნებრივია, მაშინათვე მკურნალობა დაიწყოს და მკურნალობა უკვე დღესვე მივცეთ სიტყვაზე, მაგრამ გადავამოწმოთ კიდევ ერთხელ ხვალვე. მე და 1 კვირაში 10 დღეში და ნუ მკურნალ ექიმი აქვს. გასაგებია და მეორე შეკითხვა იყო გენეტიკა, აინტერესებდათ რამდენად გენეტიკურია შხამიანი, ტოქსიკური? იყვი. მემკვიდრული წინასწარ განწყობა არის ნამდვილად. ოღონდ როგორ გითხრათ, თუნდაც აი გრეივსის დაავადება ცნობილი თიროტოქსიკოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი და დაუშვათ ჰაშიმოტოს თიროიდიტი. ორივე აუტოიმუნური დაავადება, ორივე ერთმანეთის ასრულებენ ბიძაშვილი დაავადება. აქედან გამომდინარე შეიძლება ოჯახის ერთ წევრს ჰქონდეს ერთი, მეორეს მეორე. ზოგადი წინასწარ განწყობა გადაეცემა ფარისებრი ჯგუფის დაავადებებისგან და კონკრეტულად ვის რა როგორ გამოვლინდა, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. და მინდა აუცილებლად სანამ შევაფასებთ ჩვენ ინტერაქტივს სიმსუქნის ეპიდემიაზე გითხარით ამ პროფილაქტიკა ან რა ხდება საქართველოში ამ მხრივ? ცუდი მდგომარეობა. ჭამთ და ჭამთ. ჭამა ძალიან გვიყვარს, პატარა ბავშვებსაც ძალიან მიყვარს. უკაცრავად, აი ეხლა ის ქალბატონი რეკავს, ბავშვი ჯანმრთელი არისო, დედას ქონდა ის პრობლემა, რაც მადლობა ხმაც, ეს უკეთესია. მაშინ დედას უბრალოდ აუცილებლად ჭირდება ფარისებრი ჯგუფის ჰორმონის კვებაზეა ბავშვი საინტერესო. არა, გაჩენილია უკვე. არა, ძუძუთი კვებაზეა ბავშვი თუ ხელოვნურ კვებაზე საინტერესოა. საინტერესო. დედას თუ ეხლა აქვს TSH მომატებული. ეხლა არა აქვს დედას. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში აინტერესებს შო დედაზე დავანებოთ ეხლა დედას თავი, ჩვენ ვლაპარაკობთ ბავშვზე. ბავშვმა ეს რაც თქვენ ახსენეთ სკრინინგი პროგრამით ჩაიტარა გამოკვლევა 5 დღის როცა იყო უკვე ახალგაჩენილი და ეხლა აინტერესებთ რამდენ ხანში გამეორდეს კვლევა. გავიგე. თუ ბავშვი ფსიქომოტორული განვითარება ბავშვის თუ არის ადეკვატური, ანუ საკმარისად კარგი ფსიქომოტორული განვითარებაში თუ მისდევს მისი განვითარება. მისი მოძდაობა, რამდენად აქტიურია, რამდენად ცნობს, შობლებს, რამდენად უღიმის, არსებობს ნორმატივები თავს. 5 დღის ბავშვი უკვე უნდა 5 დღეზე ლაპარაკი. კარგით, მაგრამ არა, 5 დღის ასაკში ანალიზი აუღესო. კარგით, მოდით, მაინც მე მგონი ყველა ვარიანტი შევთავაზეთ, ფაქტია რომ უნდა ჩაიტაროს განმავლობა. თუ ნორმალურად ვითარდება ისეთი საჩქარო საგანგაშო არ არის. თუ რაღაც პატარა ჩამორჩენაა და ახლა შევადაროთ სხვა ბავშვებს. შეიძლება მშობელმა ვერც განსაზღვროს, თქვათ არ იცოდეს 5 თვის ასაკის ბავშვს რა ფსიქომოტორული განვითარების რა სფერო უნდა ქონდეს. კარგით, მოდით შევაფასოთ ჩვენი ინტერაქტივი, იცით თუ არა სიმსუქნე არის ენდოკრინული პრობლემა, 99%-მა იცის. შედეგი რა?
შესანიშნავი შედეგი. მაგრამ მაინც არის სიმსუქნე ჩვენთან გავრცელებული. იცია პრობლემა არის, აი უარს ვერ ამბობ. აი ეგ არის ყველაზე სასწაული, რომ 99%-მა, თითქმის 90%-მა იცის, რომ ენდოკრინოლოგიური პრობლემაა, მაგრამ სიფსუქნის ეპიდემია მე ცოტა სხვანაირად შევატრიალებდი პესიმისტურად 10%-მა აბიცის როგორც ითქვა თუ 11%-მა რაც დიდი პრობლემაა და იმედია რომ დღევანდელი გადაცემის მერე გაიგებენ და უფრო ყურადღებით მოეკითებიან ამ თემას. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებთ სტუდიაში ყვავდა მაია ჩხაიძე, მედიცინის დოქტორი და ირაკლი ფაღავა, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დღეს ამითი დამთავრდა. ხვალ დილით 11 საათზე და 30 წუთზე კვლავ დავიწყებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახვამდის.